გეშინიათ თმისვენის. გამელოდების ფობია, მან. ექიმები გირჩევენ როგორ მოუაროთ თმას, რომ არასდროს დარჩეთ მის გარეშე. აი თმა თუ გაქვს, ჩემო ლევან და დათო, ასეთი უნდა გქონდეს რა. და ესეც რას უწევთ? გაიგეთ, როგორ დაამარცხა სიმელოტე კოტეთოლორდავა. აი აბსოლუტური წვეტა მქონდა, გქონდა ნუ ეს პატარა რაღაც ესეთი რაღაცა. პრეპარატები, რომლებიც თმისვენას იწვევენ და ვარცხნილობები, რომლებმაც შესაძლოა გამელოდებამდე მიგიყვანოთ. მე შემიძლია დაგისვა დიაგნოზი ახლა. აი ეს არის ის, რის გამოც შენ გწივა თმა. გაიგეთ თქვენი თმისვენის მიზეზები. მიიღეთ უფასო კონსულტაცია თმაზე. საპნით თავი არ დაიბანოთ. ექიმები იწყება. და როცა მიზეზი იცი, კურნალობაც უკვე ადვილია. მოგესალმებით, დღეს კვირაა და როგორც ყოველთვის მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. ბიჭებო, მართალია რომ მამაკაცები ქალის დანახვისას პირველ რიგში მის თმას აღიქვამენ? აბსოლუტურად მართალია. გადავიდა ნინო საქმეზე ეგრევე. კი, მართალია, მე თუ მკითხავ, ქალის თმა ყურადღებას იქცევს და მე მომწონს, ძალიან მომწონს, როცა ქალს მოვლილი და ლამაზი თმა აქვს. თმა რო ესეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, ახლა ამდენი ზღაპრები ხო არ იქნებოდა ამ ოქროსთმიან პრინცესებზე და პრინცებზე. ბავშვთა ექიმი რო ხარ, მაინც გეტყობა პედიატრობა. ზღაპრებს მე იცი რომელი ზღაპარი მომწონს განსაკუთრებით, აი ოქროსთმიანი პრინცესა როზის კოშკში და საყვარელ პრინცს გადაუშლის ამ თავის გრძელ ოქროსფერ ნაცნავს და აიყვანს თავისთან. გადაარჩენს. რა ერქვა მაგ პრინცესას? რაპუნცელი. რაპუნცელი? აი შენ წარმოიდგინე ხა რაპუნცელს რო არ ქონოდა კარგი მაგარი მოვლილი და ჯამრთელი თმა რო არ ქონოდა, ის პრინცი შეიძლება შუა გზაში გაწყვეტილიყო, ის უხარისხო თმა და დანარცხებულიყო მიწაზე. აბა, რას გვასწავლის ესე იგი ეს ზღაპარი? ქეროთმიანებს არ ენდოთო, ეგ ზღაპარი მაგას გვასწავლის. ხოჩა გლობალზე ხუთიანი დაჯექი. ეს ზღაპარი გვასწავლის რომ ჯამრთელი თმა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაც სწორედ თმა გახლავთ. მე დღევანდელ გადაცემაში მელოტი კაცების უფლებადამცველი ვიქნები. გამიგია რომ ქალებს მელოტი კაცები უფრო მეტად მოსწონთ. არ ვიცი დათო, კაცია და გუნება, ნუ ამ შემთხვევაში ქალია და გუნება, მაგრამ ჩვენ ამასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩავატარეთ. მოდით ნახოთ ვიდეო. თუ მოგწონს მელოტი კაცები? კი. მელოტეში არ არის საქმე. შეიძლება აზე მოსული იყოს და ისე მოგეწონოს, რომ მელოტი იყოს რა, მაგრამ კაი ტიპი. ზოგს შეიძლება უხდება, ზოგს არა, არ ვიცი. რატომ არ მომწონს, რავი, არ უხდებათ უფრო. ჩემს ყველას მაქონას თმა, ანუ ნაკლიც არის ეს გარკვეულწილად. განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ რა თქმა უნდა მირჩენია თმიანი. მელოტი კაცები, არა, უფრო ჭაღარა კაცები მიზიდავს. მელოტი კაცი, რავი, არც ისე მოსაწონი არის. თავგადაპარსული უფრო მოწონს, ვიდრე მელოტი. გააჩნია მელოტს, იმიტომ რომ ზოგი მელოტი ისეთი სიმპათიურია, თმაში რო წარმოიდგინო, არც მოგეწონება. დააგდიდი რა ბალა? ხوار დავასახელო ვინ მომწონს მელოტი. მოდი, აბა მითხარი. კაი, ნიკა მელია. ნუ მელოცაც გააჩნია ეხლა, თუ ძალიან სიმპათიურია, ზოგს მართლა უხდებათ. არ მომწონს მელოტი კაცები არანაირად. არ მაქვს კონკრეტულად რაღაც თქვა განსაკუთრებული გამოკიდებულება, რომ ვაიმე რა საშინელება ან რა სიმპათიურია. აი თმა თუ გაქვს, ჩემო ლევან და დათო, ასეთი უნდა გქონდეს რა. და ესეც რას უწუნებ რეალურად? აი ეგეც ნიჩიო არა უშავს. ნინო მოიხსენი პარიკი და დაჯექი სერიალი. ნინო პარიკით არის. მოიხსენი. ლევან, ისე როგორა? უმა თურმანის ვარცხნილობა. მომეწონა. ისე ხო იცი? ესე გააკეთე ესე, აი ესე, ყოჩა. მეგონა ცოტა შესასწორებელია აქეთ ამ ხარ. ხო, აქეთ. არე. საშიში ხდები მაგრამ მოიცი. მე უკვე დამცხა, ჩემი თმა მიჩემნია ნამდვილი და ნატურალური. ეგ შენია? ეს ჩემია, კი. უკვე შენია. არც გადანერგილია, არც გადმონერგილია, ჩემი თმა არის. არ მოგწონთ? გადასალო. გიჟდები. აბა რა. არა, პლასტიკურ ქირურგებს ისე არაფერი დაეჯერებათ.
შეიძლება გადანებდეს მერე გეტყვით. ისე რა კარგია, ძლივს აგვაქვს გადაცემაში ისეთი თემა, რომელიც კაცებს უფრო აწუხებს ვიდრე ქალებს, იმიტომ რომ აქამდე სულ ჩვენ ვიყავით დაჩაგრულები. ნინოს რა ლამაზი პარკი შეხვდა. ეს უკვე იცი როგორ განიცდიან კაცების სიმელოტე ეს? თქვენ არ გეშინიათ გამელოტების? ეხლა ისეთ ასაკში ვარ უკვე რომ აღარ მეშინია მაგისი. და შენ გეშინიათ? ეშინია, როგორ არ ეშინია? ისე ეშინია, რომ წვერიც კი მოუშვა, რომ ბევრი თმა ქონდა ხედა. ეს გადავიტანო იქით. აბა აუდიტორიაში თუ გყავს ბიჭები, ვისაც ამის პრობლემა აქვს. აი ერთი ახალგაზრდა გამოჩნდა. ჩვენიერი ქოჩორი აქვს და რა ვიცი, ჩემი სათვალის პრობლემა ხო არ არის? გამელოტია ეს კაცი და მეჩვენება? რა გაწუხებთ? გამელოტების ფობია მაქვს, გონია რომ ყოველდღე უფრო და უფრო მელოტდები და მაგდება თმა. ანუ რატომ გაქვს ეს შიში რა? გენეტიკური მიდრეკილება გაქვს თუ საიდან გაჩნდა? რითი არის არგუმენტირებული? გენეტიკური არ არის, მაგრამ ჩემს სურათებს ვადარებ, ან მე თვითონაც ხედავ განსხვავებას ძველ ჩემ თმასთან და ეხანელთან შედარებით. თუ შეიძლება მოგზავნე ჩვენთან სტუდიაში გადმოინაცვლოთ აქეთიან და ვნახოთ ერთი რა პრობლემა გაქვს. თქვენი სახელი გითხრათ გადაცემ? მე გიორგი. ძალიან სასიამოვნო. ჩვენ ექიმები ვართ. გიორგი მიირთვი წყალი და ერთი აიწიება შუბზექთმა და გვაჩვენე. ემი გახატია თუ არა? ემი ნელ-ნელა ეხატება. იკვეთება ნელ-ნელა. იკვეთება. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნა სიმელოტეზე ჯერ ახსნათ საერთოდ თმა რა არის და როგორ იზრდება, ხო? თავის კანში არის პატარა ფოლიკულები, საიდანაც იზრდება მე თვითონ თმის ღერი, ისე იზრდება თმა, როგორც დაახლოებით მცენარე. საშუალოდ 1.25 მეასედი მილიმეტრით იზრდება თვეში, 15 სანტიმეტრამდე, ნუ დაახლოებით აი ესეთი ზომით იზრდება წელიწადი 1 წლის განმავლობაში. რომ არ შევიჭრე 1 წელი თმა რამხელა გამეზდება. ნუ პლუს 15 სანტიმეტრი. ანუ აქამდე. დაახლოებით. ჩვენ კარგი გრაფიკაც უნდა გქონდეს. ამ გრაფიკაზე კარგად ჩანს, როგორ იზრდება თმა ფოლიკულიდან. ეს არის ჯამრთელი საღი თმა. ეხლა მეორე გრაფიკაც გვაქვს. ეს უკვე აჩვენებს თმის ცვენის პროცესს. თავის კანში ფოლიკულის დაპატარავების შედეგად თმის ღერი წვრილდება, თხელდება, თავის სტრუქტურას კარგავს, თმა ფუჭდება და საერთოდაც შეიძლება იგი დაცვირდეს. დღეს ჩვენ ყავს სტუმარი, რომელსაც შეუძლია უფრო დაწვრილებით გველაპარაკოს სიმელოტის მიზეზებზე და ასევე გითხრას გიორგის ემუქრება თუ არა ეს პრობლემა. მაშასე ექიმებთან სტუმრად არის კლინიკა Hairline-ის დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი. მოგესალმებით, ბატონო ალექსი, დიდი მადლობა რომ მობრძანდით. მოდით მაგიდასთან გადავინაცვლოთ. რამდენად გავრცელებულია სიმელოტის პრობლემა საქართველოში? მე მგონი ქართველი კაცები რატომღაც მიდრეკილები არიან ამ სიმელოტისკენ, არა? საერთოდ თმის ცვენის პრობლემა სოფლიო მამაკაცთა მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს აწუხებს. ამ სიმაღლეა მაჩვენებლები? კი, ეს იმას არნიშნავს, რომ 60% მელოტია, ანუ მისულია გამელოტების მაგალითად მე-6 ან მე-7 ხარისხამდე. ჩვენ რო ავიღოთ ეს კლასიფიკაცია, რომელიც მოწოდებულია ნორვეგიის მიერ, ზოგიერთ მამაკაცს დაუშვათ მეორე, მესამე ხარისხზე შეჩერდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე სიმელოტის ხარისხად ითვლება, მაგრამ შეიძლება ეს მას არ აწუხებდეს. თუმცა არიან ისეთი პაციენტებიც, რომელსაც თუნდაც მეორე ხარისხის გამელოტებაც ვიწევდეს კომპლექსს. ძირითადად ჩვენ გვხვდება ანდროგენეტიკური ალოპეცია, არსებობს დიფუზური ალოპეცია, რომელიც ძირითადად სიმპტომურ ალოპეციასაც უწოდებენ მას სხვაგვარად. მაყურებელს რო აუხსნათ, ალოპეცია ნიშნავს თმის ცვენას. არსებობს კიდევ ბუდობრივი თმის ცვენა და ნაწიბუროვანი გამელოტება. აი ეს ძირითადი ჯგუფებია, რომელიც ჩვენ გვხვდება გარშემო მელოტ მამაკაცთა 95-97%-ს აქვს ანდროგენური ალოპეცია. მე მაინტერესებს თმის ფერზე თუ არის რაიმენაირად დამოკიდებული თუნდაც სტატისტიკურ დონეზე თმის ცვენის ხარისხი და ვთქვათ რაღაც სიხშირე. თმის ცვენის ხარისხი და სიხშირე თმის ფერზე დამოკიდებული ნაკლებად არის. მოგახსენებთ ანდროგენური ალოპეციის მექანიზმის განვითარებისთვის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია საჭირო. ეს გახლავთ გენეტიკური წინასწარ-განწყობა და მამაკაცის სასქესო ჰორმონის არსებობა. ეს იმას არნიშნავს, რომ აუცილებლად თუ მამა მელოტია ან ბაბუა, შვილი და შვილიშვილი გამელოტება. აუცილებლობას არ წარმოადგენს. ეს წინასწარ-განწყობასია ლაპარაკი და არა მემკვიდრეობით აუცილებლად გადაცემაზე. და არც ის არის აუცილებელი სავალდებულოდ, ყველა მამაკაცს აქვს რა თქმა უნდა ჰორმონი და ყველა მამაკაცი არ მელოდება. აი, როდესაც ხდება ამ ორი ფაქტორის თანხვედრა, ეს არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა და ჰორმონალური დისბალანსი არსებობა. ეს არ ნიშნავს, რომ ჰორმონი ჭარბია ან ნაკლები. გასაგებია. მაშინ შეიძლება ჩაერთოს ეს გამელოტების მექანიზმი და ნელ-ნელა პაციენტი მივიდეს მე-7 ხარისხამდე. ვაი, მაგამდე მისვლა არ მინდა. ჩვენ ყავს სტუმარი გიორგი, მას აქვს ძალიან დიდი შიში, ფობია მაქვსო თვითონ თქვა თმის ცვენის გამელოტების ფობია. მოდი გიორგი ჩვენთან. რამდენი წლის ბრძანდებით? 23. 23. ვიზუალურად პრობლემა არ აქვს. არის მეორე მომენტი, რომ ზეგან უსმენდი საუბარს, რომ ვიზუალი შემეცვალა, ცოტა გარეგნობა.
და შესაძლებელია რომ შუბლის ხაზმა მაღლა აიწია. 17 წლამდე აქტიური თმა ყველაზე აქტიურად იზრდება. 17 წლის მერე შეიძლება მისი კონტურები შეიცვალოს. ზოგადად სახეს იყოფა სამ თანაბარ ნაწილად, ეს არის ნიკაპიდან ცხვირამდე, ცხვირის წარბის ხაზამდე და შუბლის ხაზამდე. ანუ ეს 17 წლამდე ეს სამივე ნაწილი თანაბარია. შემდეგ შეიძლება მოხდეს მისი აწევა, რომელიც ამ თანაბარი ზომებიდან 2 სანტიმეტრი ზემოთაც იყოს, ეს უკვე ნორმის ფარგლებშია. თუ უფრო მაღლა წავიდა, იქ რა თქმა უნდა გვექნება გამელოება. კოსმოსში პირველი შეხედვით მას ახლას არაფერი ჯერჯერობით საგანგაშო არ აქვს. ახალგაზრდას შუბლის ხაზმა ცოტა ოდნავ ზემოთ აიწია, რასაც მოყვა მისი ფობია. და მეორე, ალბათ იგი ამჩნევს ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის თმის ცვენას. გაგვიძებისთანავე ვუყურებ პარიზში ვაგვიდები. ნორმაში თმის ზრდის ფიზიოლოგიდან გამომდინარე, დღეში 100 ღერამდე თმის უნდა დაცვინდეს. ჩამოცვენა ეს არის ნორმა. და ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენება თუ შეგვიძლია რაიმენაირი შვიდად გაუშვათ ჩვენი გადაცემიდან. ჩვენ საუბრობთ ანდროგენეტიკურ ალოპეციაზე, აქვე ვიტყვი რომ ანდროგენული ალოპეციის დროს თმა რომელიც განლაგებულია კეფასა და საფეთქლის მიდამოებში არის მდგრადი მამაკაცის ჰორმონის დამაზიანებელი მოქმედების მიმართ. მაგიტომაც ხდება ხოლმე გადანერგვა ამ ზონიდან. ამ ზონას ქვია მუდმივი თმის ზონა და ძირითადად ზიანდება თმა შუბლის, თხემისა და გვირგვინის მიდამოში. თქვენ თუ დაკვირვებული ხართ ყველა მელოთ მამაკაცს. ანუ კეფის ზონა უფრო მდგრადია ალოპეციისადმი. ყველა მელოთ მამაკაცს ეს ზოლი შენარჩუნებული აქვს მეტნაკლებად. იგენაც. კი ბატონო, კი ბატონო. ზუსტად ეს ტალავერის წყაროც გახლავთ, გარდა იმისა, რომ გადანერგვისთვის გამოსადეგი სადონორო თმა. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტირად ზუსტად ეს ჯამთელი თმა და შევადაროთ წინა ზონებში განთავსებულ პრობლემურ ზონასთან განთავსებულ თმას. აქვე ვიტყვი რომ ანდროგენეტიკურ ალოპეციას ახასიათებს 4 კლინიკური სიმპტომი, რომელიც პაციენტმა შეიძლება თვითონ შენიშნოს. აბა ჩამოთვალოთ ეს არის. პირველი პრობლემურ ზონაში თმის ფერის შეცვლა, გაღიავება. მეორე თმის ღერის გაწვრილება, გათხელება. მესამე თმის ზრდის ტემპში ჩამორჩენა. ანუ პრობლემურ ზონაში თმა უფრო ნელა იზრდება, ვიდრე სხვა ზონაში. საფეთქლისა და კეფის არეში. მეოთხე სიმპტომი ყოველთვის გამოხატული არ არის, ხშირად თან ერთვის ცხიმიანობის მომატება. პირველ რიგში ვნახოთ თმა, რომელიც არის ჯამთელ ზონაში. ეს არის ის ზონა, სადაც თმის წვენა ყველაზე ნაკლებ შესაძლებელია. ანუ ყველაზე ჯანსაღი თმის ღერები უნდა იყოს აქ კეფის მიდამოში. ხედავთ ჩვენ ჯამთელ თმას, თქვენ თუ ამჩნევთ ერთი უბნიდან ამოდის რამდენიმე ღერი, თმის ღერი. ანუ ერთი ზონიდან ამოდის 2-3 თითქოს ერთი ადგილიდან. ეს ერთი შეხედვით და თითქოს ასე თანაბარად, როგორც ჩვენ ხედავთ, თმის საფარველზე თმა ესე არიზდება, ის იზრდება ჯგუფებად, ფოლიკულურ გაერთიანებებად, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ განანერგვის დროს, როგორც ტრანსპლანტანტის ერთეული და მას გრაფტი ეწოდება. რაც უფრო ანუ მრავლიანია ეს ტრანსპლანტანტის ერთეული, მის უფრო კეთილსაიმედო პროგნოზია განანერგვის დროს. დავიმახსოვროთ ჯამთელი თმა. აბა პრობლემურ არეში გადავიდეთ. ახლა პრობლემური ზონა უпростоრად. აქ როგორი უკეთესი მდგომარეობა? აბსოლუტურად იდენტურია, ასევე წარმოდგენილია მრავლის შემცველი ფოლიკულური გაერთიანებები და თმის ღერის სისქე არაფრთან განსხვავდება იმ თმისაგან, რომელიც წარმოდგენილი იყო მუდმივი თმის ზონაში, ანუ იმ ზონაში, სადაც თმა აზიანდება. აი ესე გიოცავ, საერთოდ დაივიწყე, ეს ფობია, ეს რაღაცა შიშები და რაღაცა აბდაუბდა აზრები მოიშორეს. დაუბრუნდი დარბაზს და ყურადღებით მოგვისმინებთ, რომ ჩვენ საინტერესო რჩევებს მოგცემთ, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ თავიდან აირიდო თმის წვენა. კიდევ ვინმე სხვა უნდა გავიაროთ ეს სადიაგნოსტიკო პროცედურა. მოგძანდით. გაგვეცანით თუ შეიძლება? მე ვარ ნესტორ გიორგაძე. ძალიან სასიამოვნო ნესტორ, დაბძანდით. ოღონდ თქვენთან რაღაცა ცოტა სხვა მდგომარეობა მე მგონი. აქ პრობლემა გამოხატულია, ეხლა ვკითხოთ, რას უჩივით. თმის შეთხელება არის თმა იმ ტერიტორიაზე, საიდანაც უფრო შეთხელებული მაქვს, არის დაწვრილებული და უფრო იზრდება გვერდით, საიდანაც თმა ამცუო, უფრო ხშირად იზრდება თმა, ვიდრე როდის შეამჩნიეთ, რომ გაჩნდა პრობლემა და როდის დაგეწყო თმის წვენა? დაახლოებით 4 წლის წინ შევატყე, რომ როდესაც ვიბანდი პირს ან სავარცხლით ან იმით ცვიოდა. დაასახელა ის ორი კლინიკური სიმპტომი, რაც საუბრობდით, ვიზუალურადაც უკვე ჩანს, რომ პრობლემა არის გამოხატული. პაციენტი შეგვიძლია ჩვენ გავიყვანოთ კატეგორიაში მესამე ვერტექსი, არის უფრო ეს შესაბამისობაში და ამათ შორის არის მდგომარეობა. თლათ მეოთხე არ არის. და ცუდი მდგომარეობა არ აქვს ესე. აბა შევამოწმოთ ერთი ჩვენ ვიზუალურად როგორ გამოიყურება სხვაობა. ეხლა ვნახულობთ ესე იგი კეფის ზონაში, სადაც უნდა იყოს მეტად ჯანსაღი თმის სტრუქტურა
აქ ისევ ჩანს, რომ ერთ ადგილზე რამოდენიმე ღერი ამოდის, ხო, ერთი ზონიდან, აი 2 ღერი, 3 ღერი. ეხლა ვნახოთ პრობლემურ ზონაში. პრობლემურ ზონაში, შევხედოთ პრობლემურ ზონას რა ხდება. აქ ვერ არის მთლად კარგად საქმე. როგორც ხედავთ, არის გაწვრილებულიც და უფრო ძირითადად თითო თმა ამოდის ერთი ადგილიდან. ანუ ის გაერთიანებები, რომლებიც იყო წარმოდგენილი 2-3 ფოლიკულით, აქ ასეთი სტრუქტურა აღარ გვაქვს. როგორ უნდა შევაჩეროთ ეხა ის მდგომარეობა, რაც თქვათ ამ წუთას ამ ადამიანს ჩვენ სტუმარს აქვს, იმისთვის რომ არ გადავიდეს შემდეგ გრადაციებში. მედიცინაში ზოგადად მოიხსენებათ გარანტიები არ არსებობს და მით უმეტეს ანდროგენული ალოპეციის თერაპიული მკურნალობის დროსაც. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დღეს მელოტი მამაკაცი არ არსებობდა, ყველა იმკურნალებდა, ჩაიტარებდა პრევენციას და არ მივიდოდა გამელოტების არც ერთ ხარისხამდე. და უკვე ვიცით რომ თუ მკურნალობას არ ექვემდებარება, მაგ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს თმის გადაღების პროცედურა. თუ რაკნას ნესტორმა ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ნესტორი გაუშვათ ბატონი ალექს, ჩვენ გადავინაცვლოთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ უკვე საერთო რჩევები. ნესტორ, ძალიან დიდი მადლობა, დაუბრუნდით დარბაზს და მოგვისმინეთ ყურადღებით. რეკლამის შემდეგ ექიმებში გაიგეთ, როგორ დაამარცხა სიმელოტე კოტეთოლორდავამ. აქ აბსოლუტური წვეტა მქონდა, აქ მქონდა ნუ ეს პატარა რაღაც ისეთი რაღაცა. და რომელია თმის წვენასთან ბრძოლის ყველაზე გამოცდილი მეთოდი. მასზე არ მოქმედებს გამელოტების ის მექანიზმი, რომელიც მოქმედებდა იმ თმაზე, რომელიც გაცივდა. ექიმები კვლავ ეთერშია, დღეს ჩვენ თმაზე, უთმობაზე და ამ პრობლემების გადაჭრაზე ვსაუბრობთ. ესე იგი, როგორც თქვენ თქვით, ანდროგენული ალოპეცია მკურნალობას საკმაოდ რთულად ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, მე გამიგია მრავალი მითი მკურნალობის შესახებ, მაგალითად გამიგია როგორ იზელენ წიწაკას თმის ძირებში. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა მახსოვს სტუდენტობის დროს ესევე ფობია ჰქონდა გამელოტების და მართლაც ცვიოდა თმა. კვერცხის ცილა შეიზილა და შეიხვია 2 დღე. და მე 2 დღის შემდეგ ბინტი, კვერცხის ცილა და თმები ერთად გაიძრო თავიდან და იყო სრულიად მელოტი. დიდი ხანი აღარ მინახავს, არ ვიცი. მეც გამახსენდა ახლა ესეთი მკურნალობის მეთოდი. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ჩემი მეგობარი მივიდა ექიმთან და მან უთხრა რომ ახლა ეს დაავადებულ თმას ამოგაზრობთ და ახალს ამოგიყვანთო და ლეიკოპლასტირით აზრესვა და აღარც ის არ მოვიდა და დარჩა მელოდი. რა თქმა უნდა, მრავალი ხალხური მეთოდი არსებობდა და არსებობს ანდროგენული ალოპეციის და საერთოდ გადათმის ვენისთვის ხალხში, წიწაკის წასმა, კონიაკში გახეხილი ხახვი და ასე შემდეგ. ნიორი. რა თქმა უნდა, ამას ზოგიერთ შემთხვევაში გამაღიზიანებელი მოქმედება აქვს, იგივე წიწაკის სტიმულაცია შეიძლება მოახდინოს, პისიერი ასეთი გამოცოცხლება. მომაკვდავი თმის, მაგრამ ის არადროს არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო საშუალება. შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო იმ ადამიანების შესახებ, რომელსაც თმის წვენის ეიფორია დიდი ხნის უკან გამოიარეს. რთული წარმოსადგენია ის, რომ მე ძალიან ბევრი წლის წინ ვატარებდი წელამპუთს. სურათიც არ მაქვს უბრალოდ იმ დროს შემორჩინა. 20-22 წლის ასაკში დამეწყო ეს ინტენსიურად თმის წვენა, რაც იყო, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ასაკიდან გამომდინარე წვრილებული დისკომფორტს იწვევდა. პირველად რომ გადავიყვარს, იყო პატარა მე-10 კლასში სკოლაში ვსწავლობდი და იმის მერე სისტემატიურად რაც მივეჩვიე და ხანდახან წვერი შეიძლება არ გავიყვარს და თავი უნდა იყოს ისეთი ფორმაში ახლა. ზადაგზა გამწვიდო, როგორ გამწვიდო, ეგ არ მიგძუნია. თან რო გამწვიდო, ეგ არის არ ვიცი, სტრესისგან თუ რაღაცა მითხრეს, იმიტომ რომ მოვყევი საკმაოდ ცუდ ავარიაში, ვიწეხი კაი 1-2 თვე ალბათ, როვდექი უკვე მქონდა აქ შეთხელებული. გამოგატოვა, მაგრამ არც მინერვიულია. პირიქით, ერთი წამი უნდა დაბანოს, არანაირი შამპუნი, არაფერი. შემდეგ ვიხდი რომ ამ ყველაფერს აქვს დადებით მხარეს. ერთი რომ არ გჭირდება შეკრება, ემოციურად იმას ზრუნა რომ გაგმოდური ვაცნობა თუ არა გაქვს, მისთან შეიჭრა და თან რა ქვია, ზაფხულში გრილა, ზამთარში კი მართალია ქუდი უნდა ეყობა, ბოლოს ყველა საფროს ქუდი. ეგ არის და ეგ.
მე მიხარია რომ ამ ადამიანებმა ასე მოირგეს სიმელოტე და მე პირადად ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოვიდგენია თმით. მაგრამ ეს ალბათ გამონაკლისი შემთხვევებია და ვიცი რომ ძირითადად კაცები თმის წვენაზე მაინც ძალიან ნერვიულობენ. იგივე როგორც ხალხური მეთოდები, აქაც არის ხალხში გავრცელებული აზრი რომ თითქოს თმა თუ ქცევა და გადაიპარსა ესაჩერებს ანუ კურნავს. უბრალოდ ვიზუალურად ვეღარ ხედავს პაციენტი თმას რომელიც არ არსებობს რომ ჩამოვარდეს ხო გადაპარსულია თავი. ანუ ის ვერ ხედავს ბალიზე, ვერ ხედავს დაბანის დროს, რომ თმაც ვივა და ამით ფსიქოლოგიურად ჩვიდდება. ერთადერთი გზა იმისი რომ გამელოტებულ უბანზე ამოვიყვანოთ თმა არის გადანერგვა. რამდენად შედეგიანია ეს პროცედურა და რამდენად ხანგრძლივად აქვს ეს გადანერგილი თმა ადამიანს თუ შეიძლება ისევ დაცვიდეს და მეორეჯერ დასჭირდეს გადანერგვა. ის გადანერგვის დროს, როგორც აღნიშნეთ, ინერგება ჯანმრთელი თმა. გადანერგვის შემდეგაც ის ასევე განაგრძობს ფუნქციონირებას და მასზე არ მოქმედებს გამელოტების ის მექანიზმი, რომელიც მოქმედებდა იმ თმაზე, რომელიც გაცივდა. სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ სტუმარი. ეს არის ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობი, რომელსაც ცოტა შეუთხელდა თმები და სწორედ გადანერგვი დაიბრუნა თავისი ძველი იერსახე, მსახიობი კოტე თოლორტოვი. გამარჯობა. სეხნია, როგორ ახარ? ეტილად, თავად როგორ გითხოთ? ჩვენც კარგად, წყალს დაგისხამ, თუმცა თმის ამოყვანას არ შველის რო გითხრეს, მაგრამ მაინც დაგისხამ. აბა გითხარი, კოტე, როგორი იყო შენი ცხოვრება თმის გარეშე? არა, მოხდა ის რომ თმა გამცვიდა რეალურად, ისე რომ ვერც მივხვდი. მე მაინც მაშინ რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სასურველია რომ რათა ისეთი ერთი ტიპაჟური არ ჩამოყალიბდეს სტერეოტიპული რაღაცა რომ აი ეს მელოდია და უკვე სხვა რაღაცებისთვის საინტერესო აღარ არის. პროფესიულ საქმიანობა მაინც თავისი როლი იმუშავა, ითამაშა. კი, აუცილებლად. როდის გადაწყვიტე? რა იყო ის ამძრავი ფაქტორი, რომ თქვა წასულიყავი და გაიგე? ძალიან წავიდა უკვე და გადავწყვიტე. ნერვებს გიშლიდა, ხო, გიშლიდა რაღაცა ის ნოსტალგიაც იყო რაღაცა ამბის რომ აი გძნობ ამ თმებს. მომენატრა ქოჩორი? კი, მომენატრა. ნამდვილად. მიუხედავად იმისა რომ ბოლო პერიოდი მაინც სულ მოკლედ მით დავდიოდი, მაინც აბა სადაგა გადანერგილი ახლა ჩვენ რო გვითხრა, ისე მარტივად რა ხელით ეს წინაზე დაპირია თუ აქ აბსოლუტური წყვეტა მქონდა, აქ მქონდა ნუ ეს პატარა რაღაც ესეთი რაღაცა. არის ხო, მაგრამ ხო აქ და აქაც და ეს რამდენი ხნის შედეგია კოტე ეს ყველა? ეს არის 2 თვის შედეგი. პაციენტის როლშია და შეიძლება ვინმე ვიფიქროს, რომ ეს არის შედეგი. ჩვენ ეს შედეგის სახეზე არა გვაქვს. გადანერგილი თმა 2 თვიდან იწყებს ამოსვლას, ანუ თქვენ რაც წარმოაჩენეთ თმის ფოლიკული, ეს ფოლიკული ინერგება კანში, შესაბამის შრეში და ახალი თმის პროდუცირებას იწყებს 2 თვის შემდეგ. ეს არის პროცესის დასაწყისი. ეხლა თანდათან მოემატება თმა, 6 თვის შემდეგ აბსოლუტურად იქნება ვიზუალური შეცვლილი, ვიზუალი და მაქსიმალურ შედეგს ჩვენ ველოდებით გადანერგვიდან 10-12 თვის შემდეგ. ესე გადაცემაში უნდა მოვიწვიოთ კოტე რამდენი ხნის მერე რომ ნახოთ როგორი ქოჩორი ექნება? 4 თვის შემდეგ უკვე ეფექტი ექნება, იმიტომ 2 თვე გასული, ეხლა იწყება პროცესი ამოსვლის. კოტე, როგორც უთმო პერიოდ გავლილ ადამიანს, როგორც ახლა უკვე განმეორებით თმიანს, ურჩიე რამე საქართველოს რა? გადაინერგე თმები airline-ში. აუცილებლად. საერთოდ პრობლემა არ არის, არანაირი. მართლა დისკომფორტი არის რაღაცნაირი. თუ პაციენტის მოლოდინი ემთხვევა შედეგს, პაციენტი კმაყოფილია. მე-7 ხარისხის გამელოტების შემთხვევაში და მე-6 ხარისხის გამელოტების შემთხვევაში ჩვენ პაციენტს არ უნდა შევპირდეთ ერთ ოპერაციაში მაქსიმალური შედეგი. ამას ვერ მივიღებთ. როცა ამას პირდები და ვერ იღებ პაციენტი უკმაყოფილოა. რა თქმა უნდა, ესეთი ხარისხის გამელოტებები საჭიროებს განმეორებით გადანერგვებს და თუ რესურსი თავზე არ არის, აქვე შეგვიძლია გამოვიყენოთ წვერი თმას სხეულიდან და ასე შემდეგ. იქნებ მისცეთ ჩვენს მაყურებელს რამოდენიმე რჩევა ძირითადი, რომ თავისი თმა შეინარჩუნოს მაქსიმალურად დიდხანს და არ მივიდეს, ესე ვთქვათ, გადანერგვის აუცილებლობამდე. პირველ რიგში, ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა ვიგებოთ ბალანსირებულად, სრულფასოვნად. ცალკე გამოყოფთ მეორე რჩევა, თამბაქო. წეველებში ვითარდება პერიფერიული სპაზმი და ის სპაზმი ვითარდება აგრეთვე თმის ფოლიკულებში და კიდის თმის წვენამდე. ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესი და თამბაქოს გამორიცხვა. არ მოუწიოთ. მესამე, ხშირად გვესმის იგივე ფრაზები ხალხში, რომ აი თმის წვენა დამეწყო სტრესის დროს. იყო აქ რესპონდენტი, რომელსაც ასე ახსენა. ზოგი უკავშირებს ეს ჯარს. ანუ მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იყოს ნებისმიერი სტრესული ფაქტორი ორგანიზმისთვის და ასეთ მაპროვოცირებელ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მაპროვოცირებელ ფაქტორად დღეს ჩვენ გვევლინება მზის რადიაცია, ულტრაესფერი გამოსხება. ამიტომ როჯის მიღებისას ეს მესამე რჩევა აუცილებლად ვისარგებლოთ თავსაბურავით.
ნუ სოლარიუმებზე აღარ ვსაუბრობთ, მისი მავნებელობა გასაგებია. აქვე რახან ვახსენე კოდი, იქვე დავძენ რომ კოდი უნდა ვიხმაროთ სწორად. ზამთარში აუცილებლად და ზაფხულშიც გრილი კოდი და არ უნდა იქცეს კოდი მოდის ატრიბუტად, ეს მინდოდა მეთქვა. ანუ მუდმივად კოდის დარება ეს მავნებელია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსი მომბრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა კოტეს რაზბრძან. წარმატებები, ახალი როლები და ახალი, რა ვიცი. კოტეს მზარდი კოჩორი მე მგონი ტაშტ უნდა გავამხნევოთ. აუცილებლად. დიდი მადლობა. ჩვენ მოვისმინეთ ექიმის რჩევები იმისათვის, რომ თმა უფრო სიცოცხლის უნარიანი გავხადოთ, გავიგეთ როდის და როგორ უნდა გადაინერგოს თმა ადამიანმა და სად უნდა მივიდეს ის ამ პრობლემატიკის გადასაჭრელად. დიდი მადლობა ორივე ადამიანს სტუმრობისთვის. ექიმები რეკლამის შემდეგ ვისაუბრებენ ქალის თმის ჯანმრთელობაზე და მის საიდუმლოებაზე. რეკლამის შემდეგ ექიმებში გაიგებთ პრეპარატები, რომლებიც თმის ცვენას იწვევენ. პრეპარატები შეიძლება იყოს მიზეზი იმისი, რომ ადამიანს მაგაცვიდეს. მე შემიძლია დაგისვა დიაგნოზი ახლა. აი ეს არის ის, რის გამოც შენ ცვივა თმა. ექიმები კვლავ ეთერშია. დღეს ჩვენ თმაზე, უთმობაზე და ამ პრობლემების გადაჭრაზე ვსაუბრობთ. მოდი კოტე, სანამ სხვების თმებზე ვისაუბრებდით, ჩვენ თმებზე თქვას 1-2 სიტყვა. და მინდა რომ ვაჩვენო ერთ მაყურებელს გასულ საუკუნეში როგორ ვარცხნილობებით სტადიაში. გავიღუპეთ მე მგონი. ნახოთ რა ფოტოები და იმედია კარგი ფოტო არჩიედათ. ნახოთ ერთ. ვინ არის ეს აბა თუ გამოიცნობ? პლასტიკური ქირურგი აღმოვაჩინეთ. ერთი წუთი. ოტეა რა, მე რო არა ვარ ვიცი და მინონდა. ეს ვინ არის? აი თვა. ლევან თმები გქონდა? აი რა ხელას მომქონდა რა. შენ ენდური გადანერგოთ მოგიწევს მაგრამ. არა უშო უკვე ვიცი რომ გადავინე. ნინო, იმედია საფრთხე არ მემუქრება, იმიტომ რომ გადასარევი ფოტოა ჩემი აზრით. აი თმები, ნახეთ. რა თმა ქონია და ეხა პარიკით დადი. ვაუ, ჯულია რობერტსი. აჩვენეთ ჩვენს მაყურებელს როგორი თმები გქონდათ თქვენ. აი შენი სურათები რატო არ მოიტანე და განათავსე ამ კოლაჟში ერთი ეგ გითხარით? იმიტომ რომ თქვენები მოვიტანე. ჩვენზე იზრუნე. შემდეგ გადაცემებში ჩვენ ვიზრუნებთ. ჩვენზე. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ მამაკაცებს როგორ ეშინიათ გამელოტების. თუმცა მინდა აქ ერთი აღიარებითი ჩვენებაც მოგცეთ და გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ბევრი ქალს ეს აწუხებს, მაგრამ არის ერთი პატარა განსხვავება, თუ მამაკაც თმა თითქმის მთლიანად შუბლის ხაზიდან ეწყება მისი შეთხელება, ესე ვთქვათ და ამის ცვენა მიდის ზემოთ ნელ-ნელა პროგრესირებს, ქალბატონებს ზემოდან ეწყება ეს ცვენა და თხელდება ნელ-ნელა. ხემის ნაწილში ხდება. ხემის ნაწილში და უთხელდება, თან გაყოფის ხაზთან ამჩნევენ ისინი, რომ სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ არიან გოგონები, რომლებიც ცდილობენ, რომ ყოველთვის ჩვენთან მოდიან ასეთი გოგონები, ცდილობენ, რომ წარბები და წამწამები დაიჭიმონ თმის დაკაჩვის ხარჯზე. ეს არის კატასტროფა. იმიტომ რომ ამას კაჩავენ და ბოლოს რა ხდება? აი ამ ადგილებში თმა სულ დაცვენილი აქვს. ამიტომ გოგონებო, სახის დაჭიმვა თუ გინდათ, მოდით ჩვენთან. აი ესე თმებით სახეს ნუ დაიჭმევთ ძალიან. კიკინებით ნუ დაიჭიმავთ. კი, კიკინებით, სასწაულია. მართლა გეუბნები და მართლა ცვივათ, მე ეს იმდენ ტკივათ, ითმენენ ტკივილს, ოღონდ ეს კონდეთ აწეული და თმით აქვთ ეს დაჭიმული. ძალიან ხშირია თმის ცვენა ქალებში. ჩემთანაც ბევრი პაციენტი მოდის ამ ჩივილით გინეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად მეუბნებია, რომ აი თმის ცვენა დამეწყო ფრჩხილების მტრევა რა გჭირს. გინეკოლოგთან რომ მიდიხარ და ექიმო თმა მცვივა. პეტრად განსაზღვრულ ადგილებში მცვივა თმა. აი შეიძლება გინეკოლოგთან. წელს ქვევით ალოპეცია ახალი ტერმინი არის. უბრალოდ ყავს ძალიან ლამაზი ქალბატონი, ძალიან ლამაზი თმით, მაგრამ ბოლო დროს თურმე მასაც გაუჩნდა ეს პრობლემატიკა და დაეწყო თმის ცვენა. მაშასე ექიმებთან სტუმრად არის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე. ნინო გავარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და ძალიან ლამაზად გამოიყურები, მინდა გითხრა, განსაკუთრებით შენ რაღაცა პრინჩოსკებზე შემიძლია ვისაუბრო გაუთავებლად. პრინჩოსკებზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩემი ხუჭიჭმა პრინჩოსკა რა იყო? გამომცდა, მართალია, შემეშალა თმის ვარცხილობებზე. სამწუხაროდ ესე იგი დღეს წვიმაში მოვყევი.
და მთელი ეს ნაწვალები, ეგრეთ წოდებული პრიჩოსკა გამიფუჭდა. ძალიან ლამაზად გაქვთ. ძალიან ლამაზად მაგაქვთ და რატომ რას უჩივით? რაში მდგომარეობს თქვენი შიშები? უჩივით და გეტყვით, რაღა დაგიმალოთ და ბოლო დროს უჩივით მის ცვენას. ოღონდ აი ესე კატასტროფულად მცვივად მა, ნუ ბავშვობიდან მქონდა ძალიან სქელი თმა. და თმის სტილისტები ეგრეთ წოდებული თმის სტილისტები სულ მეუბნებოდნენ რომ ნუ რამსის ქეთმა გაქვს და თუ მიდიოდი გასასწორებლად მინიმუმ ხო ალბათ მინიმუმ 1 საათი ჭირდებოდა ჩემი თმის გასწორებას და ნუ იტანჯებოდნენ იმიტომ რომ ნუ რაც უფრო სქელია თმა მით უფრო რატო ისწორებთ აი შესანიშნავი ხოვლით მაგაქვთ როგორც მე მახსოვს რატო იღებ ამენ თმას აი რატო შევიღებე იმიტომ რომ ბეზრდება ხო ერთფეროვნება და ვცდილობ რომ რაღაც შეცვალოთ. მეც მომბეზდა რა და შემდეგ გადაცემაში მეც შემდეგში არ ვიცი, მაგრამ ამ გადაცემის პირველ ნაწილში ძალიან კარგად გამოიყურებოდი შენ რაღაც ატრიბუტებით. როდი შეატყვე ნინო რომ დაგეწყო ეს თმის ცვენა? ან რითი შეატყვე რა იყო ამ თმის ცვენის დაწყების პირველი ნიშანი? ვარცხნის დროს ჩვენი ერთ დღეს რო დავხედე სავარცხელს, აღმოვაჩინე რომ ძალიან ბევრი თმა იყო შეიმოწმე მე, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია. რამოდენიმე წლის წინ შევემოწმე და არა განსაკუთრებული არ არის. ანუ ამ ხრივ ჯანმრთელი ვარ. შეიძლება რაღაც ვიტამინი გაკლიათ ან რაიმე კვების შეცვლას ან რამეს თუ უკავშირებთ თქვენ ვიტამინების დაკლებობას მე შენში ვერ ვატყობ ეხლა პირდაპირ. მეც ვერ ვატყობ სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ როგორც სავსე ვიტამინებით. ძალიან კარგი. აქ მაქვს კითხვა რა ეხლა სადაც არის 7 შეკითხვა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა თავისთავად შეუძლია დაუსვას და დაადგინოს თმის ცვენის მიზეზები. მზად ხარ შეკითხვებისთვის? უნდა ამოხსნათ ეხლა შენი თმის ცვენის მიზეზი საიდუმლო. მაშასე პირველი შეკითხვა ფიზიკური ან ემოციური სტრესი ხომ არ გადაგიტანია ბოლო პერიოდში? ნუ მე ისეთი პროფესიის პატრონი ვარ, რომ მუდმივად სტრესში ვარ, ასე რომ ექიმი ხარ? არა. სახიობი. აბა რა განორმეული. მაშინ ჩვენ ეხა საერთოდ არც თმა არ უნდა გქონდეს და საერთოდ არც უნდა ვარწმობდეს. თან ექიმები ვართ და თან ეხა ამ ბოლო დროს ხო დააკვირდი რა პროფესიას ვეუფლებით და მე მგონი ჯერჯერობით კარგად ვარ. ხო და გაქცევდება თმების უყურს. ეს შეკითხვა იმდენ დაგისვი რომ ფიზიკური, ემოციურის და მათ შორის ფიზიკური სტრესიც მაგალითად თუათ ავტოავარიის შედეგად ხო ესეთმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა. არა. ანუ არ ქონია ეს. ოღონდ შორის მშობიარობაც შეიძლება ჩაითვალოს ძალიან დიდ სტრესად ორგანიზმისთვის და მშობიარობის შემდგომ ეწყებათ ხოლმე ქალებს ეს პრობლემა თმის ცვენა. ეს შეიძლება დადგენილია რომ განქორწინების შემდეგ ხშირად ქალებს ეწყებათ თმის ცვენა. ნუ ჯერ არც მშობიარობა მქონია და არც განქორწინება ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ არ ვიცი შეიძლება რაღაც სხვა არის. მე უფრო ვაბრალებ აი ამ ჩემს ძალიან ემოციურ პროფესიას, რომელიც შეიძლება იყოს ერთგვარი სტრესი ორგანიზმისთვის. კარგი, მოდი გავაგზავნოთ შემდეგ შეკითხვას დაგისვამ. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ხომ არ ღებულობ? არა. აი ესეთი პრეპარატები ზოგჯერ იწვევენ ხოლმე თვის ცვენას. კარგი. ენდოკრინული დარღვევები, აი კოტებ კითხა წეღან ხო არა გაქვს ენდოკრინული დარღვევა, ფარისებრი ჯირკვალი ხომ არ გამგიკლება რა და. ბოლოს სიმართლე რო გითხრათ 1-2 წლის წინ ვიყავი. არაფერი განსაკუთრებული არ ვთქვამს. მეოთხე შეკითხვა, ბოლო დროს საგრძნობლად ხომ არ დაგიკლია წონაში? საგრძნობლად არა, შეიძლება ესე 1-2 კილო. არა, აი დიდ მასაზე არის ლაპარაკი. არა, დიდ მასაზე არა. არასოდეს არ ყოფილ ვარ ამაზე ბევრად, არც ბევრად მეტი, არც ბევრად ნაკლები. კარგი, მეხუთე შეკითხვა პრეპარატებს ეხება ანტიდეპრესანტები, ისეთი პრეპარატები, რომელიც სისხლის გამათხელებლად გამოიყენება, ხარ გამოგიყენებია? არა. ზოგიერთი პრეპარატი, მათ შორის აი ზოგი წნევის ამლებს რო ეძახიან, ისინიც კი ზოგჯერ იწვევს თმის ცვენას. ანუ პრეპარატები შეიძლება იყოს მიზეზი იმისი, რომ ადამიანს თმა გაცვიდეს. შენ წამლებს არ ღებულობ, როგორც გავიგეთ, ანუ ეს ფაქტორი გამორიცხეთ. შემდეგი შეკითხვა, ისეთ ვარცხნილობას ხომ არ ატარებ ხოლმე, რომელშიც თმა მეტად მოჭიმულია. აი ეგ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს გადატკეცილი თმები. ხვოსტიკს რომ ეძახიან რუსულად. აი ესე ვიჭიმავ. გეტყვით? ძალიან მაგრა კაჩა. და რეზინით კი, რა შეიძლება. всё, მაშინ მე შემიძლია დაგისვა დიაგნოზი ახლა. აი ეს არის ის, რის გამოც შენ გწვივა თმა. ხო? აი, მხოლოდ და მხოლოდ ეს. მეტი არაფერი სხვა. ანუ მოკაჩავ რა, ისე რომ. ხო, აი მიყვარს მაქსიმალურად გადაჭიმული თმები და შეიძლება მაგისტრალი. ცოტა შენი სტრესები და მორჩა. ანუ შენ ხარ აბსოლუტურად ჯანმრთელი, ძალიან კარგი, ლამაზი, მშვენიერი გოგონა. ანუ მე თვითონ ვარ ჩემი თვიტერი. იმიტომ რომ იქაჩავ და იპუტავ ამ თმებს. შევშვი თმების კაჩა. შეგიძლია მე შედე შეკითხვა აღარს დასვა, იმიტომ რომ კოტე დიაგნოზი დასმულია. მე დავსვი დიაგნოზი და დამიჯერე. შემიძლია შევწყვიტო.
ანუ ეს ვიტამინების არანაირი ვიტამინები, არა, ეს არის თმის ქაჩვა, მექანიკური დაზიანება. რა მინდა დავამატო, აი მექანიკურად თმის ქაჩვაზე რაც არის, აი როგორც ძალიან ხოვილი თმის პატრონებს, ხშირად ძალიან უკაჩავენ ხოლმე სწორედ სტილისტები თმის დავარცხნის დროს რომ გაუსწორონ. აი ამ დროსაც მექანიკურად ძალიან ზიანდება ეს თმა, ნახევრად ამოდის ამ ბუდიდან და შემდგომში ცვივა ესეც და თან თერმული ზემოქმედებაც. ჩვენი კითხვა არის ბოლომდე რომ ჩავიკითხოთ, ეს მეშვიდე შეკითხვა მაინც უნდა დავსვათ, შენ ნაკლებად გეხება, მაგრამ ასაკთან დაკავშირებულია შეკითხვა. რამდენი წლის ხარ მაინტერესებს? მე ვარ 34 წლის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დედა ჩემი 61 წლის არის და ისეთი სქელი თმა აქვს, რომ ხო, ნუ ეს აუცილებელი არ არის, ასაკთან ერთად მისვენა დაეწყოს ადამიანს, მაგრამ ასაკოვან ადამიანებში თმის პრობლემა უფრო ხშირად არის ხოლმე ეს ცვენის პრობლემა. ლევან, აი ეს 7 შეკითხვა, რომელიც შენ ახლა დაუსვი ნინოს, ჩვენ მამაყურებელმა შეუძლია საკუთარ თავს დაუსვას და თუ მას აწუხებს ეს პრობლემა თვის ცვენის, მეტნაკლებად შეუძლია შესაძლო მიზეზი გამოავლინოს. საინტერესოა ისინი, ვისაც ჯამრთელი და კარგი თმა აქვს, როგორ უვლიან, როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს, მოდით ნახოთ ვიდეო. მაქვს ზუსტად ისეთი თმა ბუნებრივად როგორც ახლა, ანუ არანაირი ჩარევის შედეგად არ არის, ესეთი სწორი თმა მაქვს, ასე ვთქვათ. პირველ რიგში ალბათ არის, რა თქმა უნდა, გენეტიკური, დედაჩემს აქვს, ჩემზე კიდევ ბევრად უფრო უკეთესი თმა. ვიცი გარკვეული წესები, რაც არის მოვლისთვის აუცილებელი. ყოველი დაბანის, თქვათ, დროს არ მაქვს რაღაც ესეთი განსაკუთრებული რიტუალი თმაზე, მაგრამ რამოდენიმე რაღაცა 6 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ მაინც რაღაცა მასკებს ვხმარობ. ვცდილობ რომ გარკვეული ინტენსივობით შევიჭრა. ვცდილობ დავიცვა წესები დაბანის, გაშრობის და შემდეგ ფორმის მიცემის დროს. შამპუნს რაც შეეხება, იმასაც რაღაც ესეთი გარკვეულ პერიოდში ვყიდულობ ხოლმე აფთეკებში არის ეს ყველაფერი. ხმარობ მხოლოდ ხის სავარცხლებს. ხშირად ვიჭრი ბოლოებს. სულ მაქვს დაუოკებელი სურვილი ძალიან მოკლედ შეჭრით, მაგრამ ნუ ვერ ვახერხებ ხოლმე ზოგჯერ იმიტომ რომ მე თვითონ მეშინია, ზოგჯერ იმიტომ რომ სამსახურში არ მეძლევენ უფლებას. ჩვენ ცოტა ხანში გავიგეთ რჩევებს თმის სპეციალისტისგან, მანამდე კი დარბაზს მინდა მივმართო. გსმენიათ ალბათ რომ ხშირად ამბობენ რომ თუ თმის ბოლოებს მოიჭრით, თმა უფრო სწრაფად დაიწყებს ზრდას. მოიმარჯვოთ ახლა თქვენი ნიშნულები მითის და რეალობის. მაშ ასე შეკითხვა ასეთია, მითია თუ რეალობა, რომ თუ თმის ბოლოებს მოვიჭრით, თმა უფრო სწრაფად დაიწყებს ზრდას. დარბაზის უმეტესობა ფიქრობს რომ ეს რეალობაა. სინამდვილეში ეს მითია. რეალობა გეგონა ეს ყველაფერი. კი, მეც ეგრე მეგონა და აბა ბოლოებში რომ მე გამიგია რომ ბოლოები თმის ბოლოები იყოფაო რათო და რაღაცა ბოლო ჭამიებს ეს და კი არა. შეჭრა არის ვიზუალური მხარისთვის, ანუ თუ დაზიანებული ის მოიცილო, მაგრამ არა იმიტომ რომ თავთმა სწრაფად გაიზარდოს. ზრდის ინტენსივობასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. უამრავი მითი არსებობს თმის მოლასთან დაკავშირებით, ამაზე პასუხს გაგვცემს ჩვენი სტუმარი. დღეს ჩვენთან სტუმრად არის კლინიკა Hairline-ის დერმატოლოგი მაკა დოღოზაშვილი. გამარჯობა მაკა. რომ გადმოინაცვლოს ჩვენთან ერთად. მაკა, ჩვენ საუბრობდით მითებზე თმის მოვლასთან დაკავშირებით და თუ შეიძლება განმარტოთ მაყურებელს, მართლა აქვს თუ არა ეფექტი იმ ნიღბებს, აბუსალათინის ზეთი, თალგამის ზეთი, ვიტამინების შეზელა, მაიონეზი და ასე შემდეგ. ნიღბებზე ნამდვილად ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი, სახლის პირობებში მათი გამოყენება თმისთვის თქვათ საკმაოდ ეფექტური არის, მძინვარების ხარისხი უმჯობესდება, მაგრამ ეს ნიღბები შეიძლება დავიხმაროთ, როდესაც ასე ვთქვათ არ არსებობს ესეთი პრობლემა, შეიძლება ადგილი გვაქვს უბრალოდ სეზონურ თმის ცვენასთან, ან შეიძლება თმა გამოშრა, მაგალითად ზაფხულის მზის გავლენით, ულტრაისფერი სხივების გავლენით, ან ზღვის მარილიანი წყლის გავლენით, აუზის ქლორიანი წყლის გავლენით. რომელ სეზონზე იცის ხოლმე უფრო თმის ცვენა? მე როგორც ვიცი, უფრო შემოდგომაზე. ყველაზე ხშირად შემოდგომით, კი, იმიტომ რომ შემოდგომით დგება ზუსტად შედეგი, აი რაც ჩამოვთვალეთ იმის. აი როგორც ფოთლები ცვივა ხეებიდან ის თმის ღერები. განსაკუთრებით შრება ხოლმე შემოდგომით თმა, რაც ჩამოვთვალეთ იმ ფაქტორების გავლენით. მზის მავნე ულტრაისფერი სხივები, ქლორიანი აუზის წყლის გავლენით, მარილიანი წყლის გავლენით და ასე შემდეგ. მაგრამ გისმენდით ყურადღებით და დაჭიმვასთან
თმის გადაჭიმოსთან თქვენ ბრძანეთ. დიაგნოზი დავსიმე მე მგონი ხო არ კითხვარიც ძალიან სწორად იყო შედგენილი. კითხვარი ბატონმა ლევანმა შეადგინა. მეც ხშირად მინახი ხართ გადაჭიმული თმით და ნამდვილად ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მიზეზია ხოლმე ხშირად. და ეს ნიღბები რომელიც უკვე ახსენეთ კი ბატონო სასარგებლოა თმისთვის, მბზინვარებისთვის, მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად, მაგრამ აი თმის ცვენისგან თუ დაგვიცავს ის. დიახ, თმის ცვენისგან ვერ დაგვიცავს, ესე იგი თმის ცვენა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ხოლმე. ანუ რაც არ უნდა ვიზილოთ თმაში, თმა მაინც დაგცვირდება. დიახ, შეიძლება ძალიან მოკლე დროით გაამაგროს თმის ძირები. ერთი შეკითხვა მაქვს, აი ეს უამრავი შამპუნი, ეს უამრავი საპონი, რომელიც იღებდა თმის ცვენის საწინააღმდეგო და გამოშვებულია და საოცარი ფასი იღებს. რამე ეფექტი აქვს რეალურად თუ ტყუილად ხარჯავთ ჩვენ ამაში ფულს? ტყუილად არ ხარჯავთ. პირველ რიგში მინდა ესე ერთხელ და საუნდამოდ გადაჭრით ითქვას, რომ არ არის კარგი საპნით დაბანა, ძალიან ხშირად ისმევა ხოლმე. დაიმახსოვრეთ ხახნო. საპნით თავი არ დაიბანოთ, ხო? პირველი რჩევა ხაზგასმით რო თქვა. სარეცხის საპნით. სარეცხის საპნით ვინ იბანს თავს? ბევრი კი, ძალიან ბევრი და ხშირია ხოლმე ეს კითხვა. ბებია შენი გასაგებია ნინო. ვერ გადარჩებოდი. სარეცხის საპონში არის დიდი რაოდენობით სოდა, ხო? დიახ, და რაც აშრობს ზედაპირს. აი ლიპიდური მანტია, რომელიც აკრავს ჩვენს კანსაც და თმასაც, აი ამისი ჩამორეცხვა ხდება და უფრო რეაქტიული ხდება თმაც და კანიც გარემოს დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ. აი თმის საშრობს რო იყავ ფენს რო ვეძახთ, იმის გამოყენება რამდენად უპირატესობა ენიჭება ბუნებრივი გზით თმის გაშრობას, თუმცა ნუ ყოველდღიურობაში ვიცით რომ საჭირო არის ხშირად ფენის გამოყენება, ამიტომ მინიმალურ სიხშირეზე, ანუ მინიმალურ ინტენსივობაზე და ცივ გაშრობაზე უფრო სასურველია რომ დაგვეწვას თმის ძირები. 40-50 სანტიმეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული. ნახევარი მეტრი რა? დიახ, მოშორებით. დიახ. აი რა ისეთი ძირითადი განსხვავებაა დაუშვათ 5 ლარიან შამპუნსა და 50 ლარიან შამპუნს შორის შეგიძლიათ როგორ 45 ლარი. აქცენტირება იქ ხდება არომატზე, სურნელზე და არა სამკურნალო თვისებებზე. თუმცა ხშირად არ არის ხოლმე ძალიან დიდად განსხვავებული. მშრალი თმა მაქვს, რა შამპუნი უნდა ვიხმარო? თქვენი რჩევა რა ხშირ შემთხვევაში ესეთი შამპუნები უნდა შეიცავდეს ვიტამინ S, პანტენოლს. დიახ, პანტენოლს ხშირად შეიცავს. უნდა გამოხდეს სამკურნალო ნიღბების გამოყენება აუცილებლად. აი ცხიმიან თმას რა გავუკეთო? დაფნის ნახარში უნდა გადაივლო. იცით, მარი უნდა გადაივლო. ვაშლის ძმარი. იცით როგორ რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს და აი ვაშლის ძმარი ცოტა შეიძლება უსიამოვნო სუნიც გქონდეს, ანუ ყველა ის საშუალება რომელიც თავის კანზე ქმნის ეს გარკვეულწილად მჟავე არის, ანუ pH სამცირებს დიახ, შესაბამისად ცხიმიანობის პრობლემა კლებულობს. აქ გვაქვს ჩვენ მულაჟები, სამი სხვადასხვა ტიპის ვარცხნილობა გვაქვს და სავარცხლები. ხოთე დათო და ლევანი. გვასწავლეთ როგორ უნდა დაივარცხნოს სწორად თმა ადამიანმა. ამოირჩიეთ სავარცხელი, ამოირჩიეთ თავი. აგერ აი აქაჩვენი, აი. აქაჩვენი, აი. კი ბატონო. ანუ მოკლედ თმის დავარცხნა უმჯობესი არის თმის ძირებიდან. ნო? ხდება დავარცხნა. აი. რაც შეეხება გრძელ თმას, გრძელი თმის დავარცხნა უმჯობესია ბოლოებიდან. ანუ ვიწყებ ბოლოებიდან და ნელა მივდივარ ზევით. ანუ ნაკლები მექანიკური განსაკუთრებული. ანუ აკეთოთ დავარცხნის დროს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბაკა. ძალიან დიდი მადლობა ნინო. ჩვენ ვისწავლეთ თმის სწორად მოვლა, ასევე გავიგეთ რა შეიძლება იყოს თმის ცვენის მიზეზი და როცა მიზეზი იცი, კურნალობაც უკვე ადვილია. დღეს ამით გემშვიდობებით, ერთ კვირაში შევხვდებით მომავალ შეხვედრაზე.